წმინდა მოციქულთა სწორი ქალწულის ქართველთა განმანათლებელ ნინოს საქართველოში შემობრძანების დღე განსაკუთრებული სიხარულით ბოდბის ეპარქიაში აღინიშნა. სადღესასწაულო წირვა წმინდა ნინოს სახელობის მშენებარე ტაძარში ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბასა და სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ მღვდელმთავრებმა შეკრებილი მრევლი დალოცეს და მორწმუნეებს დღევანდელი დღე მიულოცეს. უფალი ყოველთვის შეეწევა ადამიანს. როდესაც ადამიანს კეთილი განზრახვა აქვს და შესთხოვს უფალს, უფალი აუცილებლად არის ხოლმე მასთან. იცით რომ როდესაც დედანინო იყო ძალიან პატარა, მცირეწლოვანი იყო ჩვენთვის, ჩვენი გადასახედიდან მცირეწლოვანი იყო, ძალიან შეიყვარა ქრისტე და როდესაც გაიგო რომ საქართველოში იყო კვართი, განუყოფელი კვართი, მოინდომა ჩამოსვლა და მოლოცვა, რამე თუ უდიდესი სიყვარული ჰქონდა ქრისტესი. და წარმოიდგინეთ, როგორი სიყვარული უნდა ქონოდა და როგორი მოშურნეობა რომ უფალი შეეწია და დედა ღვთისმშობელი შეეწია. და მისი ჩამოსვლით ქართველმა ერმა ღვთისმშობლისაგანაც მივიღეთ ის რომ მეორედ მოსვლამდე საქართველო აუცილებლად იქნება. ჩვენზეა დამოკიდებული თუ რა საზღვრებში იქნება. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, რა თქმა უნდა, და ჩვენი წმინდა ნინო არის მოციქულთა სწორი, ანდრია პირველწოდებულის შემდეგ მანაც იქადაგა საქართველოში და მოციქულთა სწორია, ისე დიდია, რომ მოციქულთა სწორია. და დღეს ბედნიერები ვართ, რომ ჩვენ დედასთან ვიმყოფებით აქ ბოდბის მონასტერში. ძალიან უდიდესი სიწმინდეა და ალბათ ყოველი მოსვლელი, არა თუ ქართველი, არა ქართველიც ყოველი გზნობს ხოლმე აქ რომ მოდის, თუ რა დიდი მადლია, უბრალოდ მოახლება, როგორც შემოდიხარ, მაშინვე ზღუდი აღიმართება, თითქოს ბოროტი ვერც გეკარება ადამიანს ზალით თუ არ მოუშვი შენთან. ამიტომ არის რომ წმინდანების მაგალითზე ვსწავლობთ, რომ ჩვენ უნდა გქონდეს მოშურნეობა. კეთილი მოშურნეობა უნდა გქონდეს და უფალი აუცილებლად შეგვეწევა ყველას. წმინდა ნინოზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ალბათ ჩემზე მეტიც იცით უმეტესობამ. და ერთ რამეს მინდა შევეხოთ, რისთვის წარმოაგზავნა უფალმა, რისთვის წარმოაგზავნა დედა ღვთისმშობელმა, რა უნდოდა ჩვენი ერისაგან, რა სითხოვს ღმერთი ჩვენი ერისაგან. ალბათ ითხოვს იმას, რაც ყველაზე ძალიან გვაკლია. ნიჭი ჩვენ არ გვაკლია, კულტურა ჩვენ არ გვაკლია, სარწმუნოება გვაქვს, მაგრამ რაც იმპერია ჩამოიშალა და მოგვეცა დამოუკიდებლობა და მოგვეცა თავისუფლება, სამწუხაროდ ერთმანეთს ისე არ ვექცევით, როგორც უნდა ვექცეოდეთ. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი გულები განწმინდოს, გონება გაანათლოს და მივხვდეთ ერი. რა გვჭირდება? შეხედეთ, ამ საუკუნეში ტერიტორიების 20% მტერმა წაგვართვა. ვინ ჩვენ გვართმევს, ის აუცილებლად მტერია, იმიტომ რომ ღვთისმშობელმა რაც მოგცა, არავითარი გამართლება არ აქვს, იმას თავისი მოეკითხება. ჩვენ ჩვენი ცოდვების გამო მოგვეკითხება, მაგრამ იმ მტერს თავისი მოეკითხება. წინა საუკუნეში იყო და მაშინაც რამდენი ტერიტორია დავკარგეთ და ისევ მაგ ქვეყანა იყო და ზოგი თვითონ წაგვართვა და ზოგი გეგონება წინაპრებისგან ნოტარიუსით ქონდათ დამტკიცებული ჩვენი ტერიტორიები კიდე სხვა ქვეყნებს გაუნაწილეს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ ღმერთი ჩვენსკენ იყოს. როგორღაც უნდა მოხდეს, რომ ეს დაპირისპირებულობა, რაც ერშია და ხედავთ როგორი დაპირისპირებულობაა. პარტიები იმისთვის კი არ უნდა იყოს, რომ ერთმანეთი დაჭამონ, ხო? იმისთვის უნდა იყოს, რომ ერთად ვაშენოთ ყველამ ქვეყანა. იმიტომ რომ ერთი ქვეყნის შვილები ვართ აბსოლუტურად ყველანი და როგორღაც უნდა გადავლახოთ. არ შეიძლება სულ წარსულში ყურება, ან წარსულის დიდება და ან წარსული ცოდვების გახსენება. გვინდა თუ არ გვინდა, უნდა გადავლახოთ. ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ დიდი შერიგებისკენ.
აღარ უნდა წამოვაძახოთ ერთმანეთს არაფერი, იმიტომ რომ ვისაც შეგნება ქონდა და შეეძლო, მან ბოდიში მოიხადა. და თუ ადამიანს ჯერ იმდენი გონიერება არ აქვს და ისე არ აქვს გახსნილი ის რომ შენდობის თქმის არ შერცხვეს, ხო? ვაცალოთ და იქნებ ერთობაში როცა იქნებიან, მერე მიხვდნენ და მერე შეინანონ, იმიტომ არ შეიძლება წარსული ცხოვრება. არც მარტო დიდება გავიხსენოთ, იმიტომ ჩვენ ახლა უნდა შევქონათ ჩვენი აწვსო, რომელიც გარანტი იქნება იმ დიდი მომავლის რისთვისაც ვართ. ამიტომ ყველამ მიუხედავად იმისა, რომელი რელიგიის წარმომადგენლები ვართ, რომელი პარტიების წარმომადგენლები ვართ, ჩვენ საერთო გვაქვს აქ ერთი. ღმერთისგან მოცემული სამშობლო. ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო, საქართველო. და გამოვიდეთ აქედან, საქართველოს სიყვარულში შევეჯიბროთ ყველა. საქართველოს სიყვარულისთვის ერთმანეთის ტრობა დავივიწყოთ, იმიტომ რომ მტერმა თუ დაინახა რომ ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ, თან შეხედეთ ეხლა მთელი მსოფლიო ცდილობს ჩვენზე დახმარებას. ჩვენს დავეხმაროთ, ღმერთსაც დავეხმაროთ და მსოფლიოსაც რა ამ ერთობით. იმიტომ რომ მე ვფიქრობ რომ ქართველები ისეთიერი ვართ, ყველამ შეიძლება თუ ცალკეული პიროვნებები არ თხოვლობენ შენდობას, იმათ მაგივრადაც ჩვენ ვითხოვოთ. ჩვენ ავიღოთ იმათი ტვირთი, რაც არ გავიკეთებია, ისაც ვიტვირთოთ, ოღონდ კი ერთობა გქონდეს. ის ერთობა, რომელსაც ვერავინ ვერ დაარღვევს. ყველას ისევ და ისევ გილოცავთ. ვინ ჭკვიანია, პირველი ნაბიჯი იმამ და გადადგას რა. რა ვიცი, მე მგონი, ყველა მხარეს ჭკვიანი ხალხია. ვერ ხედავ მე რომ ჭკვიანები არ იყვნენ სადმე. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ. და ერთი მინდა მასმედიას თხოვო. ძალიან კარგია რომ მასმედია ასე განვითარებულია. უშუალოდ იმასაც ვიტყვი, რომ შეგვიძლია წარმატებები გქონდეს მაგ სფეროშიც. მარტო ისე კი არ უნდა ვიყოთ, რომ ყურებადი არხი ვიყოთ, ან არხები. ხალხს უნდა უყვარდეს ის არხი. ძალიან ნიჭიერები ხართ, ყველანი ვინც ხართ. იმასაც ნიჭიერად გვიტევთ ხოლმე ეკლესიას და რას თქვენი საქმე არ არის. მოდით ნუ ჩაერევით, თორე იცით სინამდვილეში რა ხდება. ეკლესიას მაინც ვერავინ ვერ დაამარცხებს, რაც არ უნდა ტელევიზიებით გამოვიდეთ. ჩვენ შიდა საქმეებს შიგნით გადავწყვიტავთ. ჭორიკნები არა ვართ, რომ გარეთ გამოვიდეთ და რაღაცები ვილაპარაკოთ და ნუ ჩაერევით. იმიტომ თქვენს კარგად იცით სინამდვილეში რა ხდება. ისევე როგორც ჩვენ. ღმერთმა დაგლოცოთ და ძალიან გამიხარდება მასეთი პროფესიონალები, როგორიც ხართ, თუ საუკეთესო ტელევიზიებსაც შექმნით. რა არავის ის არ ამას, ყველა არს გიყურებთ ხოლმე. იმიტომ რომ ჩვენები ხართ, ქართველები ხართ და ის განწყობა არ ამას, რომ რომელიმე იმისია, რომელიმე იმისია, ყველა ერთი ღვთისშვილები ვართ, ერთი საქართველოს შვილები ვართ. გაიხარეთ და მრავალს დაესწარით. სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ მღვდელმთავრებმა მრევლთან ერთად წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი მოილოცეს. სასულიერო პირებმა ეკლესიაში მდებარე წმინდა ნინოს საფლავთან სავედრებელი პარაკლისი აღავლინეს. მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დიდებული ბრწყინვალე დღესასწაული წმინდა ნინოს ლოცვით, მეოხებით, ფარველობით ღმერთმა ინებოს თქვენი და სრულიად საქართველოს მშვიდობა და სიცოცხლე. ღმერთმა ინებოს საქართველოს გამთლიანება და უპირველეს ყოვლისა ღმერთმა ინებოს ჩვენი უწმიდესი და უნეტარესი პატრიარქის დღეგრძელობა, კეთილდღეობა, მრავალჟამიერი სიცოცხლე, ყოველი სიტყვა პატრიარქის სადიდებლად წარმოთქმული, ყოველი ლოცვა მისი დღეგრძელობისათვის, მრავალჟამიერი სიცოცხლისათვის წარმოთქმული, ყოველ კეთილმორწმუნე, ერთგულ ადამიანს, ვინც მას ჭეშმარიტად ემორჩილება და მის ლოცვა-კურთხევას აღასრულებს, მის სწავლად არიგებას, რჩევას აღასრულებს და არა განიკითხავს, რომ სწორად წარმოთქვა პატრიარქმა ესა თუ ის წინადადება თუ ესა თუ ის თემა თუ არასწორად, ყველა ადამიანს ეს სიკეთი და სიხარულით აღავსებს, ანუ ვინც სწორად აღავლენს მისადმი ლოცვას მისი კეთილდღეობისათვის და ჩვენ აქ შეკრებილი ადამიანები სწორედ ამ უდიდესი ორხრივად სიხარულით აღსასენი ვართ. ერთი რომ
დედა ნინო ყველას გვავსებს, გვაძლიერებს, ძალას გვმატებს და მეორე ის რომ ჩვენი უწმიდესი პატრიარქისთვის აღვლენილი ლოცვა ჩვენ გვიბრუნდება უფრო მეტი სიკეთით, უფრო მეტი სიძლიერით. ეს ნიშნავს იმას, რომ პატრიარქი, ვისთვისაც ჩვენ ვლოცულობთ და ეს ლოცვა ჩვენ რომ ესეთი დიდი სიკეთით უკან გვიბრუნდება და სიხარულს გრძნობთ, არის უწმიდესი პატრიარქი, არა მისი ხარისხით მხოლოდ, არამედ მისი ბუნებით, მისი გონებით, მისი სულიერებით, მისი სიყვარულით, თავდადებით, ერთგულებით და ჩვენ არ უნდა დაუშვათ პატრიარქის ადამიანურად რო ვთქვათ, გულისწყეთა, დაღონებული რო იყოს პატრიარქი, ეს არაფრით არ შეიძლება. არაფრით არ უნდა მოიქცეთ ისე რომ პატრიარქმა თუნდაც თავში გაივლოს 40 წელი იმისთვის ვიღვაწე, რომ შემდგომ ადამიანებმა რაიმე არასწორად დაინახონ და არასწორად გაიგონ და გული დაწყვიტონ მას. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვამბობთ 10-15-20 წლის წინ ვამბობდით რომ პატრიარქი ვითარცა მოსე 40 წელი მიუძღოდა თავის ერს აღთქმული ქვეყნისკენ, ასევე პატრიარქის 40 წელი აუცილებლად იქნებოდა წინამძღოლი ჩვენი ერისა და ის ამ ერს შეიყვანს აღთქმულ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში განსხვავება ჩვენს პატრიარქსა და წინასწარ მოსეს შორის არის ერთი რამ. მოსემ ღვთის განგებით 40 წელი ატარა ებრაელი ერი უდაბნოში და გაუშვა აღთქმული ქვეყნისკენ. და თვითონ არ მიეცა უფლება აღთქმულ ქვეყანაში შესვლისა და ის აღესრულა. პატრიარქი 40 წლის მოღვაწეობის შემდეგ თავის ერს თვითონ შეიყვანს აღთქმულ ქვეყანაში და კიდევ გააგრძელებს პატრიარქობას და თავგანწირულ მოღვაწეობას ჩვენი ერის გადარჩენისთვის. მერე რა რომ დღეს გარკვეული ნაწილი ადამიანებისა რაღაც ვითარებების გამო, ან სულმოკლეობის, ან მცირედ მორწმუნების გამო დააბრკოლეს და ეკლესიას დროებით ჩამოწინდნენ. რატომღაც რაღაც პერიოდი მეც ასე მეგონა, რომ ეს საშიშროება გვაქვს და ეს ძალიან დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ პატრიარქმა კიდევ ერთხელ პირადად მე დამანახა, რომ ეს არის ძალიან მცირე დროით. ღმერთი უშვებს ხოლმე ესეთ რამეს სულიერ ცხოვრებაში, თქვენ გარკვეული ხართ არანაკლებ, ვიდრე ჩვენ, როდესაც ადამიანი დიდხანს მოღვაწეობს, მას ღმერთი გამოცდის და ხანდახან დაცემასაც უგზავნის. მაგრამ არა იმიტომ რომ დაიღუპოს, არამედ იმიტომ რომ ფეხზე უფრო მყარად წამოდგეს, უფრო ძლიერი იყოს და მეტი გამოცდილება მიიღოს. თუ ვინმე დაეცა უფალი მას წამოაყენებს და გააგრძელებინებს ეკლესიის წიაღში მოღვაწეობას. საგანგებოდ დღევანდელი დღისთვის ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერში მრევლი სხვადასხვა ეპარქიიდან ჩავიდა. როგორც აქ შეკრებილი მორწმუნეები ამბობდნენ, წმინდანისგან განსაკუთრებულ მფარველობას მუდამ გრძნობენ და ეს ადგილიც მათთვის სიხარულისა და ნუგეშის მომტანია. ეს დღე ხო წმინდა ნინოს შემოსვლის დღეა, საქართველოს შემოსვლის დღეა და რომ შემოვიდა წმინდა ნინო 4 წელი ჯერ ესე აკვირდებოდა ქართველებს. ამ ზნეს აკვირდებოდა, სწავლობდა ამ ჩვევებს და მე-4 წელს დაიწყო მხოლოდ ქადაგება. მე-6 წელს მონათლა დედოფალი ნანა და მე-7 წელს მონათლა მეფე მირიანი და მე მთელი ერი და აი ეს ესეთი სიფრთხილე, სიბრძნე წმინდა ნინოსი ყველაფერში ჩანს. ღმერთმა დაალოცოს ჩვენი ერი, წმინდა ნინო შეეწიოს, გაამრავლოს, გააძლიეროს და გააერთიანოს, რაც თავარია ერთსულოვნებაში და ქრისტეში. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს წმინდა ნინოობას. ღმერთი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. მიულოცავ სრულიად საქართველოს ნინოობას, ღმერთმა მრავალს დაგვასწროს. ასევე მიულოცავ დავით გარეჯობას, მრავალს დაგვასწროს ღმერთმა და სულ
გამთლიანებულ საქართველოში შევხედროდეთ მომავალ ნინოობას. Я приезжаю в монастырь უკვე 15 წელია ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერს ვსტუმრობ. რუსეთში ძალიან უყვართ წმინდა ნინო. როდესაც მისი ისტორიის შესახებ უფრო ვრცლად გავიგე, გამიჩნდა სურვილი საქართველოში ჩამოვსულიყავი. მახსოვს, როდესაც პირველად მოვილოცე ეს ადგილი, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდის კვალი ემჩნია. მას შემდეგ ჩვენ თვალწინ ყველაფერი გალამაზდა და გაბწყინდა. ვისურვებდი, რომ საქართველოს ისევე აყვავდეს, როგორც ეს მონასტერი. ბოდბის წმინდა ნინოს სახელობის მონასტერს საქართველოს სულიერ ცხოვრებაში მუდამ გამორჩეული ადგილი ეკავა. სწორედ აქ განისვენებს წმინდა მოციქულთა სწორი ქალწული ქართველთა განმანათლებელი ნინო.